აქ მე მგონი ორი რაღაცის unpack, არა, სამი რაღაცის unpacking-ი გვექნება, მაგრამ პირველი აუცილებლად რასაც შევიმჩნევ, ეს არის ჩემი შექმნილი, რაც ყველაზე მეტად მიამაყება და მაბედნიერებს ხოლმე, ეს არის ჩვენი ახალი თეთრეული ჩემთვის და ალექსანდრუშკასთვის. ნახეთ როგორი საყვარლობა გამომივიდა. ალექსანდრასაც რაღაცა ისინი მხიარულ ფერებში უნდოდა, მაგრამ თქვენ ხო იცით ჩემი და ჭყეტელა ფერების ურთიერთობა, ამიტომ რაღაცნაირი ესეთი ტონალობები შევარჩიე, საკმაოდ ისეთი არის ნაზი, მართალია პეპლებით, ყვავილებით, ჩიტებით, სოკოებით, ბუმბულებით, ფოთლებით, მთელი ამბებით არის, მაგრამ ძალიან ლამაზია, ესე რომ შეხედავ. გამომივიდა 4 ბალიშის პირი. გამომივიდა 1 საბნის პირი, გავაკეთე ასევე კომბინირებულია საბნის პირი, ანუ ერთი ზედა მხარე აქვს აი ესეთი და შიდა მხარე აქვს ბაცი იასამნის ფერი, როგორც არის აი ეს ბალიშის პირი და ზეწარი გავაკეთე რეზინზე იასამნის ფერი. მაგრამ დღეს ჩემს თეთრეულზე ნაკლებს ვისაუბრებ, იმიტომ რომ მინდოდა გამეკეთებინა აი ამ სტაილერის unpacking-ი, ესე ვთქვათ. ესე იგი, ეს ფრანკოს სტაილერი, საერთოდ არც ვიცოდი, ეხლა დავტესტო. არა, არ მოგატყუებთ, დავტესტე და საკმაოდ არ მომეწონა. ოღონდ პრობლემა ჩემშია, ამაში არ არის. ჩემი თმა არის ისეთი, რომ ძალიან ცუდად მიჩერდება ხვეულები. მაგრამ აქვე არ დავაყოვნე, წავედი ართიაქში, შევედი ავერსში და შევიძინე ასევე ეს არის თმის მუსი ვარცხნილობისთვის, რომელიც აძლევს თმას მოცულობას. ელგონი, მე მგონი სწორად ვკითხულობ, არც ვიცი რა ბრენდია, სიმართლე გითხრათ, ფასდაკლება ქონდა 50%-იანი და უბრალოდ არც თუ ისე ბიუჯეტურია და ამიტომ ფასდაკლება რო იყო 50%, უბრალოდ მაგიტომ ვიყიდე. თან კიდევ როგორი რაღაცა არის, იცით, მინდა გადავიხადო ფული, ოღონდ იყოს ის ხარისხიანი, გადავიხდი, ოღონდ გააკეთოს თავისი საქმე. ისე რომ ვიხდი ხოლმე და არაფერი არ ხდება, აი მაგაზე ძალიან ვბრაზდები და ნერვები მეშლება ხოლმე. და შევიზილოთ სველ თმაზე, გავიშროთ და შემდეგ უკვე დავიწყოთ ვარცხნილობის გაკეთება. მოკლედ ეს ყოფილა ესეთი რაღაცა. მე მაქვს ხოთა შორის იქით მაგ ახლა აქეთ არ მომიტანია და ვერ გაჩვენებთ. ბელორუსული მარკელის ხოთა შორის საკმაოდ კარგი იყო, ოღონდ როცა ვიხვევდი თმის უთოთი და აღარ მინდა თმის უთოთი, თმის განადგურება, ისედაც აი ამ თმას თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ, როგორ ვუვლი, თქვენ ხო იცით, მაშინ ჩემ დაქალთან ართაულში გავიკეთე, შევიღებე თმა და შევიჭერი და მის მერე ძალიან მომწონდა ყველაფერი იდეალურად გამიკეთეს, იდეალურად, უბრალოდ ჩემი თმა არის, ჩემი სიყვარული, ჩემი ფერი არის, აი ვგიჟდები, ისე მომწონს, ამიტომ ვიზრდი, სხვათა შორის აწეულზე, კოსაზე, აი ეს უკვე რო ჩამოიზარდა, არის ძალიან ლამაზი. თუმცა მაშინ ვთქვი, რომ თავიდანვე, ანუ აქეთ ძირებიდან რომ აქვს ხოლმე შეღებილი თმა, გამოღიავებული, ძალიან მიმატებს ასაკს, ამიტომ აღარ მინდა თმის შეღებვა, აღარც შეჭრა, თუ შევიჭრე რაღაცა ფორმას მივცემ, რა თქმა უნდა შევიჭრი ხოლმე ბოლოებს რაღაცებს, მაგრამ ისე რომ მოკლედ შევიჭრა, აღარ მინდა. ამასთან ერთად შევიძინე იგივე ბრენდის უკვე ზევიდან თმის ფიქსატორი, ანუ ახლა ამით გავიკეთებ ვარცხნილობას და ზევიდან შემდეგ უკვე აი ესე დავიფიქსებ და გამოიყურება რაღაცა აი ესე ძალიან საყვარლად, ფერები მომეწონა. არა, სიმართლე გითხრათ, დიდი არჩევანი არ არის. ანუ, სადაც არ უნდა შეხვიდე, აი არ ვიცი, მე ვერ ვნახე რაღაცა ისეთი სასწაული, ვერაფერი, სულ რაღაცა აი ეს არის ტავტი და მსგავსი რაღაცაები, შვარცკოფის და მოკლედ ეგენი არ მინდოდა და რაღაცა სხვა მინდოდა და მე მგონი ეს ბრენდი საკმაოდ ისეთი კარგი არის. ნახოთ, აი ეხლა ვნახოთ, ეხლა დავტესავ თქვენთან ერთად და გეტყვით რა არის და როგორია. და კიდევ მზის დამცავი აღარ მქონდა, ჩემსაც ვადა გაუვიდა, ამიტომ ეხლა ვიყიდე აი ესეთი, წინაზე მარის ვაჭუქი ახალ წელს ესეთი კოჭესი და მერე ბაკურიანში დავტესტე, საკმაოდ მომეწონა, კარგად შეიწვა და ესე გამოიყურება. ჩვენი SPF-ი. ეხლა რას ვაკეთებთ? ეხლა ჩვენ ვაკეთებთ
ყველაზე მთავარი ის ჩვენებაც მიდოთ ეგ არ გაჩვენეთ. მოკლედ, აი ესე გამოიყურება. ეს არის მთავარი მამოძრავებელი ძალა. აი ეს ფენი. ამას მოყვება თავისი ფენის თავი, აი ესეთი. სიმართლე გითხრათ რაღაცნაირი სუნი აქვს. აი პლასტიკი რო გაუხვება. აი რაღაცნაირი სუნი აქვს. მოკლედ არასასიამოვნო, არ მომწონს. ხო, მოკლედ არ მქონდეს ესე. მოყვება კიდევ აი ესეთი სავერცხელი. კიდევ აი ესეთი სავერცხელი მოყვება. და რა თქმა უნდა, მის დასახლები. აი ესეთი ხვეულები, ანუ შიდა ხვეულებისთვის და გარე ხვეულებისთვის. აი აქ მოკლედ ახადია და ამის მიხედვით შეგიძლიათ გაარჩიოთ. მაინტერესებს როგორია. ნეტა როგორია და ნეტა რამდენია საჭირო. როგორ შორს არის ნანუტა მსგავსი რაღაცეებისგან. კაი, რაღაცა გამოვა. რა სიტყვით თქვენ? რაღაცა უნდა გამოვიდეს. აი ეს. საერთოდ არანაირი სუნი არ აქვს, არაფრის სუნი არ აქვს. ეგეც ძალიან კაია სხვათა შორის. არ მიყვარს ეს ზედმეტად სუნები. იმედია ძალიან ბევრს არ ვისმევ. გიჟივით. Что такое? Тебе вроде новую давала. Ты новую, Наверное, вот это. по-грузинскому. И по-русскому тоже.
და ესე გამოიყურება ჩემი ხვეულები. ნახეთ, ეს მხარე გავიკეთე ჯერ, შემდეგ გავიკეთე ეს. რა თქმა უნდა, ეს უკვე ცოტა ჩამოვიდა, მაგრამ აქვე აუცილებლად ვიტყვი, რომ არა, აი ესენი, გეფიცებით სიტყვას არ ვამატებ, მართლა სერიოზულად ვიცახი. იმიტომ რომ, როდესაც ეს სტაილერი ვიყიდე, რა თქმა უნდა, ეგრევე მაინტერესდა როგორი იყო. და რო გავიკეთე ერთი მხარე და გადავედი მეორეს და რომ მორჩი მეორეს, ანუ ეს აღარ იყო. ხო, სიტყვას არ ვამატებ, მართლა აღარ იყო და მაგიტომ მეთქი, ანუ ჩემმა გოგოებმა მინსკში მირჩიეს მარინამ, რომ მაგას დაისვანი აქ და ანუ არაფერს არ გისავს, ანუ დაისვანიც კი არაფერს არ გისავს, ანუ სხვა სტაილერზე საერთოდ საუბარი ზედმეტი არისო, თუ არ გამოიყენებო ჯერ თმის მოცულობისთვის და ვარცხნილობისთვის რამეს და ზევიდან თუ არ დაიფიქსირებ რამეთო და ამიტომ ეხლა გუშინ წავედი ვიყიდე ეს ყველაფერი და როგორც ხედავთ შედეგი ნამდვილად არის. Красиво? Я тоже хочу. Ты тоже хочешь? Я тебе тоже сделаю. Что ты такая красавица? Мне нужно домашнее задание. Сейчас все сделаем. Сейчас все сделает с мамой Александрушка. Смотрите. Александрушка მაყიდინა დღეს. Я такая маленькая. Пластилини, რომელიც ეგრევე შრება, რო გამოძერწაო, შრება და ესე ფიგურებად რჩება. Всё, давай, иди туда, я Домашнее задание. Мне тоже хочется такие лапы. Всё, я уже забыла, что я хотела сказать. Бай-бай. Bye. Малурия. ნორმალური კი არა, ჩემი თმისთვის, ანუ ჩემი თმით თუ ვიმსჯელებ, ძალიან კარგია, მართლა, სერიოზულად. ვიცახი, ნახე, რამდენი ხანია, წინ და უკან ვიქნევ, ასუშვები, მაგრამ ანუ კარგად გამოიყურება მაინც. Вот, ეს უფრო ჩამოვიდა, როგორც ხედავთ, ეს ჯერ კიდევ მყარად დგას. ესეც ჩამოვა დარწმუნებული ვარ, მაგრამ ძალიან ესეთი კარგი შედეგი დაგვიდო. იცით რა მინდა რომ გავაკეთო, მინდა რომ აი ესეთი ხვეულები მე არ მიყვარს. აი ესე რო არის ხოლმე ხვეულები არ მიყვარს. ახლა მინდა რომ ჩამოვივარცხნო ან ჩამოვიშალო, აი ესე რო შლიან. მე მიყვარს ესე რაღაცნაირად გაერთიანებული რო არის. მე ხარ რომ მიმიშვათ სავარცხლითაც ჩამოვივარცხნი. მე მიყვარს რაღაცნაირად ტალღოვანად რო არის. უფრო ალბათ აი ესე მოდით აბა ესეც ჩამოვშალოთ და რაც არის ის არის ძალიანაც ლამაზი არის. მე ესე მიყვარს უფრო ბუნებრივი, არ მიყვარს ზედმეტი კბილები და დალალები. ნახეთ როგორი ლამაზია. ისეთი მოვლილი, დავარცხნილი თმის. Чем-то вкусно пахнет. Это вот этим, да, вот это пахнет так вкусно. Это обязательно. А суни ара აქვს და აქვს აქ ძალიან ფიქსატორს აქვს ძალიან კარგი სუნი. Всё, красиво, красиво. Это очень красиво. Это shadow. Что это? Shadow. Что значит shadow? То есть Прада. Обожаю, когда ты так выросла. Я выросла, мне буду 11 Всё, лет. წავედი მე. კმაყოფილი, საკმაოდ კმაყოფილი. ძალიან ლამაზია. ძალიან ლამაზია. შვენიერია. Пока-пока.